საქართველოს ევროკავშირის პროგრამის წევრი ქვეყანა ხდება პროგრამის სახელწოდება შემოქმედებითი ევროპა. პროექტი ევროგაერთიანების 6 წლიან პროგრამას წარმოადგენს და ეს შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება კულტურის სფეროში მოღვაწე ყველა ორგანიზაციას შეუძლია. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 1,5 მილიარდი ევროა და 6 წლის განმავლობაში ეს თანხა კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს მოხმარდება. ქართული კულტურა ოფიციალურად ხდება ევროპული ოჯახის წევრი, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ხდება ევროპული ოჯახის წევრი. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ეს ჩვენთვის ნიშნავს უაღრესად დიდ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ამ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა მიიღონ დაფინანსება 1,5 მილიარდიანი ბიუჯეტიდან, რომელსაც განსაზღვრავს ეს პროგრამა, განახორციელონ თავისი იდეები, გაიჩინონ ახალი პარტნიორები ევროპაში. საქართველოს პირველმა ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მიიღო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა უკეთ წარმოაჩინოს ქართული კულტურა, მიიღოს ევროპული ექსპერტიზა, ახალი კავშირები კულტურის სფეროში, მიიღოს დაფინანსება იმ კრეატიული ახალი პროგრამებისთვის, რომელსაც ერთობლივად განახორციელებენ ევროკავშირის და საქართველოს ხელოვნების წარმომადგენლები და რასაკვირველია, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა კულტურის როგორც ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებისა საქართველოში, რაც ნამდვილად გამოადგება ქართულ ეკონომიკას.